ქუჩაში უკვე მთელი რიგი ქვეყნებიდან ჩამოსულები არიან უამრავი ადამიანი და ხშირად საერთოდ ქართველს ვერ ხედავ, ხო? და როცა დღესასწაულებია, მაშინ დასვენების ადგილები საერთოდ უცხოელების თავშეყრის ადგილებად იქცევა ხოლმე და ქართველები საერთოდ არ არიან. ეგ არის ყოველდღიურობა, რომელშიც ცხოვრობ და მანდედან გამოსწორება, ამ ყველაფრის გამოსწორება და მანდედან გამოსავალი არის საკანონმდებლო დონეზე ამ ყველაფრის მოგვარება. და საკანონმდებლო დონეზე აუცილებელია გამკაცრება ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის მიღების და ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეობის მიღების გამკაცრება. ასევე საჭიროა მთელი რიგი ქვეყნების მიმართ, რომლებიც უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ, ისეთი ქვეყნები, რომლებიც ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობა იმ ქვეყანაში და მაღალია ალბათობა, რომ საქართველოში წამოვიდეს გადმოსახლების მიზნით, მასეთ ქვეყნებთან საერთოდ უნდა გაუქმდეს უვიზო მიმოსვლის მდგომარეობა, ხო? ეგ არის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგეს, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რომ ეს განხილვა მოხდა და დადასტურდა, უკვე ხა უნდა განიხილონ ეს ცვლილებები, მაგას ნიშნავს ეს ყველაფერი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ამ თემის, ამ პრობლემის რეალურად მოგვარების კუთხით. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ რა ნაბიჯები იდგმება ამ საკითხის მოგვარების მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეგვიძლია ჩავთვალოთ სწორედ ეს საკითხი, რომ ეხლა უკვე ჩვენ მივიყვანეთ სიტუაცია იქამდე, რომ ამ ყველაფრის საკანონმდებლო დონეზე განხილვა დაიწყება ქვეყანაში. ეს განხილვა აუცილებელია, რომ ყველა დეტალი და ყველა პუნქტი, რა თქმა უნდა, საჯაროდ ხდებოდეს ამ ყველაფრის განხილვა, რომ მოსახლეობას და ზოგადად ხალხი მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ განხილვაში და ყველა იღებდეს მონაწილეობას, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ეს ყველაფერი განხილვამდე მივიტანეთ, ხო, ეს როგორ გამოიყურებოდა ჩვენ მანამდეც შევაგროვეთ ეს ხელმოწერები და ჩვენი ხელმოწერები შევიტანეთ იგივე ინიციატივით, მაგრამ მაშინ დაახარვეს ეს ჩვენი ეს ხელმოწერები, ზოგადად ყველა მთელი ჩვენი გამოცდილება, ჩვენი პარტიის გამოცდილება ეგეთია, რომ და ეგ პრაქტიკაც მაგას აჩვენებს, რომ საერთოდ რაღაცა საკითხს, როცა პოლიტიკური ინტერესია მეორე მხარეს და რაღაცა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს აყენებ, ყოველთვის მიდრეკილია სისტემა, რომ რაღაცა ხარვეზების შექმნას, დაახარვეზოს ან გააუქმოს, აი ჩვენი პარტიაც ეგრე გააუქმეს, ხო? ყოველთვის ეგ დაბრკოლება ჩვენ გვხდებოდა ხოლმე, მაგრამ როცა დაუღალავად მაგას აგრძელებ, ხელისუფლების მხრიდან ისევ ეგეთი ერთი და იგივე პასუხი რომ მოდიოდეს ამ ყველაფერზე, ეგ უკვე აშიშვლებს აი ამ ხელისუფლების არასამართლიან მიდგომას. ამიტომ ეს ჩვენი დაუღალავი შრომა თავის შედეგს იძლევა. ჩვენ რო კიდევ და კიდევ რაღაცას ვაკეთებთ, მაგას საბოლოო ჯამში ნაბიჯს ვდგომთ, ნაბიჯ წინ მივიწევთ. ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ გვესმოდეს და ასე ამიტომ უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი, ეხლა ეს განხილვა არის ფაქტობრივად შემდეგ ეტაპზე გადაყვანა ამ თემის, ამ პრობლემის მოგვარების კუთხით. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მოგვარება, რა თქმა უნდა, არ არის და მოგვარებისთვის ძალიან ბევრი სამუშაოა კიდე, მაგრამ აი ჩვენ გავიხსენოთ ეს მეორე ხელმოწერები, აი ახლანდელი ჩვენი ინიციატივა, რომელიც შევიტანეთ, ეს ამის მოგროვება დავიწყეთ, როცა აქცია ჩავატარეთ ჩვენ ამ თემის ირგვლივ, ჩვენ მქონდა აქცია
საქართველოში ხა აი ამ არაბული ქალაქების და ზოგადად მიგრაციის თემაზე ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია ჩავატარეთ, ხო? რომელზეც ჩვენ ასევე გავაჟღერეთ მაგ აქციაზე, რომ ჩვენ დავიწყებთ ამ ხელმოწერებს ხელახლა და ჩვენ აუცილებლად კიდევ შევიტანდით ამ მოგროვილ ხელმოწერებს და შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა, იმ აქციამაც თავისი შედეგი გამოიღო. ყველაფერი ეს დაუღალავი შრომა შედეგს იღებს და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად განხილვის საგნად ამ საკითხის გადაქცევა უკვე საკანონმდებლო დონეზე ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ეხლა კონკრეტულად იმ განხილვაშიც მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს და საერთოდ საჯაროდ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმას, რომ ეს განხილვის პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო. ყველა ის დეტალი, რომელიც დაბრკოლება და წინააღმდეგობა შეხვდება, აი ეს რომ რაღაც ჯანსაღი ფორმამდე მივიდეს საქართველოს კანონმდებლობა აი ამ მიგრაციის კუთხით, ყველა დაბრკოლება, რომელიც შეგვექნება, შევეცდებით, რომ მაქსიმალურად საჯარო გავხადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროცესის მოგვარებაში, ზოგადად აი ამ პრობლემის მოგვარებაში, რომ იყოს ჩართული. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს არის იმის სიგნალი, რომ აუცილებლად ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, თუ ბრძოლა არ არის ასეთი მიდგომით. მოდი ახლა ვიბრძოლოთ და თუ შედეგი არ დადგა, მაშინ აღარ მინდა ბრძოლა და წავედი სახში. ბრძოლა